გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მემინაშვილი განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას უპირისპირდება. Ამ გადაწყვეტილებით 7-მდე აბიტურიენტი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ღვარი გადალახეს, თუმცა ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ, სტუდენტები გახდებიან. მემინაშვილის თქმით, წინა წლებში ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა გაცილებით უფრო დიდი იყო და 4000-5000 აჭარბებდა, მაგრამ არავის შეუცვლია ის წესი, რითაც აბიტურიენტების შერჩევა ხდებოდა. მემინაშვილი თამარ სანიკიძის გადაწყვეტილება სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. Სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა უპატიებელ დანაშაულად მიიჩნეოდა. დღეს კი თავად მინისტრმა პირველმა აუწყა მედიას, რომ ჩვენ მის კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გვქონდა და ეს გარემოება არც მე დამიმალავ ჟურნალისტისათვის. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი იდეა მხოლოდ მაშინ იქცევა წარმატებულ საქმედ, როდესაც განსხვავებული აზრის არავის ეშინია. რაც შეეხება გამოცდებს, ეროვნული ცენტრის საქმიანობას დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, არამედ ყველა პროექტი, რომელიც უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში წამოვიწყეთ, წარმატებით გაგრძელდება და დაიხვეწება. ამის გარანტია ისიც არის, რომ არც თამარ სანიკიძეს და არც მე არ გვეშინია საკუთარი მოსაზრებების თუ განსხვავებული პოზიციების საჯაროდ ღიად გამოხატვა და ეს არა დაპირისპირების, არამედ ეფექტური ჯანსაღი თანამშრომლობის წინაპირობაა. მაია მემინაშვილის კრიტიკას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პასუხობს. მინისტრისათვის მემინაშვილის წინააღმდეგობა გასაგებია, თუმცა აცხადებს, რომ 7-მდე აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. განათლების მინისტრი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება გამონაკლისი და მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ წელს უმაღლესი უნივერსიტეტების არჩევის წესში ცვლილებები შევიდა და შესაძლოა ყველა აბიტურიენტმა სიახლის შესახებ ინფორმაცია ბოლომდე ვერ მიიღო. მას ნამდვილად ჰქონდა მიზეზი იმისათვის, რომ ეწინააღმდეგებოდეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს არის ორმაგი სამუშაო, რიგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ გართულებული იყო, ვთქვათ, პროცესი, რომელიც უკვე გავლილია და დასრულებულია, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე დავინახე ამისი საჭიროება. მათ შეუძლიათ დააფიქსირონ თავისი, ასე ვთქვათ, პოზიცია, გამოთქვან უკმაყოფილება, რაზედაც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ქალბატონ მაიას ვეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ როდესაც რაღაც იგეგმება და რაღაც მიდის, ასე ვთქვათ, კანონზომიერად, ჯობია რომ მივყვეთ ამას, თუმცა იმ მიზეზების გამო, რომელიც მე გაგიმარტეთ, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე, ამის დისკრეცია გამოჩნია მე და პროცესად შესაბამისად განვახორციელებთ ისე, რომ არ დაზარალდეს ეროვნული გამოცდების ცენტრი. განათლების ყოფილი მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ მინისტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ეროვნული გამოცდების პრინციპი ირღვევა. განათლების ყოფილი მინისტრი გიან ნოდიაკი თვლის, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოდია ამბობს, რომ ან თამარ სანიკიძემ, ან მაია მემინაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვონ. როდესაც გვაქვს ასეთი ღია კონფლიქტი სიპის ხელმძღვანელსა და მინისტრს შორის და ასე ვთქვათ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ის კონფლიქტი გადაწყვეტილი არ არის. ეს არის პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. თავის დროზე ასეთი კონფლიქტი იყო იმავე მაია მემინაშვილსა და მინისტრ შაშკინს შორის და მაშინ ქალბატონ მაიას მოუწია თანამდებობის
დატოვება ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ან ერთი უნდა დარჩეს თანამდებობაზე, ან მეორე. განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ 27 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ 700-მდე სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილ აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნება. მინისტრის თქმით, მეორადი ჩარიცხვის წესი გაუქმებული იყო, თუმცა განათლების სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიღმა დარჩენილი სტუდენტების და მათი ოჯახის წევრების თხოვნის გათვალისწინებით გამონაკლისი დაუშვა.